სანამ დამაკავებდნენ ვიყავი პარლამენტის მხარეს, ანუ იქით მხარე პარლამენტისკენ ვიყავი. რომ მოხდა ეს გამოწევა ისე ასე, ბატონი ზურის რომ მიათრევდნენ დასაკავებლად რომ იყავდათ. მეც გადამოვედი, განმოვჭარი გზა, განმოვირბინე. პოლიცია, ვინც იყო მოწმე პოლიციელი, მეუბნებოდა რომ ესაო პოლიციეზეო იძალადეო, ძალის გამოყენებით ხელი კარიო და რაც სეტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეო. ეგენი არც ერთი არ ყოფილა საერთოდ. უბრალოდ აკერდაკერეს ეს საქმეები, შეკერდაკერ მიკერეს მოკერეს. დღეს გქონა სასამართლო პროცესი, მე გქონა პროცესი და სულად გავხდი სასამართლო პროცესში და გამომიძახეს სასტრაფო. ძალიან სულად ვიყავი, კრუნჩხები დამიწყო. გამომიძახეს სასტრაფო, ნემსერი და ცხარი დამიყენეს და მე ცოტა რომ გამოვედი, ცოტა გონებიდან რომ მოვედი. ესა მოსამართლე ვინც იყო, არ ვიცი, სახელი გვარი რა ქვია, აღარ მახსოვს. ესე თქვა რომ ანუ ჯანმრთელობის მხრივ მაგის გამო უნდა გადავწიო სასამართლო პროცესი 29-მდეო, 29 აგვისტოს 3 საათამდეო. ჭირდება იქ მოწმეები, ვინც იყო ჩემი დაკავების პერიოდში, ჭირდება მოწმეები, რომ მე დავებიან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეო და რაც ხელი შეეხედა სხვა სიტუაციები, ეგეთი სიტუაცია ნაღლად არ ყოფილა. ყველა დაადასტურებს მაგის იმედი მაქვს, რომ პოლიციას ვაფშე ხელზე არ შევხებივარ საერთოდ. რაც შეეხება ახლა იზოლატორის სიტუაციას, იზოლატორში გავხდი სუდად. თაბრუცხება მქონდა, პირღებინება მქონდა. ვითიშებოდი შიგადაში, ვითიშებოდი. თხოვე ექიმს რომ გეხვეწებით სასტრაფო გამოიძახეთო და ექიმა არაფერში არ ჩათვალა სასტრაფოს გამოძახება საერთოდ, არაა საჭირო სასტრაფოს გამოძახებაო. და იმფერი წავლები დამალევინეს, რომელიც მე გამოწერილი არ მაქვს. დამალევინეს დიაზეპამი, რომელსაც მე არ ვსვავ, იმიტომ რომ არ შეიძლება ეგ წამალი. იძულებით კიდე მომაწერინეს ხელი ჩემს ნივთებზე, რომ დალუქეს, მომაწერინეს ხელი, რომ გინდა თუ არა ხელი უნდა მოაწეროვო. იყო იქ მუქარი სიტუაცია, რომ აღარ დაგინახო აქციაზე გასული, რომ აქციაზე ხარ და რაც ეგეთი სიტუაციებიო, თუ არა ვაფშე აღარ გამოხვალ იმ ციხიდანო. აი ესეთ მუქარა იყო, პოლიციის მხრიდან იყო და პოლიციის მანქანაში ვიყავი, დამცინოდნენ რომ ესაო თმა გაზდილი რო გაქო სტილისტი მოგიკვდაო, რატო არ იპარსავ მაგს თავს, რაც ეგეთი სიტუაციები და ძალიან გადაობა დამიწყეს და არ მესიამონა მაგის სიტუაცია, რაც მე მომიწია, რაც იყო ეგ სიტუაცია, რომ ანუ არავის არ აქვს ჯერემსეთის უფლება პატიმარს რო ეღადაოს ან რამე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს, სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო პოლიციის მხრიდან, იყო მუქარები ძალიან ბევრი იყო. აქ რო დამაკავეს ამ ტერიტორიაზე იყო მომიწია დარტყმა რამოდენიმეჯერ დამარტყა პოლიციის ეკიპაჟმა ამ ადგილში, ტუჩინში და ტუჩი გასკლეცილი მაქვს. და ამ მომენტში დაცხადა და დამისვეს ამ ადგილში რაღაცა ბასრი დამისვეს. მიმიყვანეს იზოლატორის შექმნა, რომ მიიყვანეს იზოლატორისთან ექიმთან, ექიმა გამსინჯა იქანე და აღნიშნა რომ დალურჯებები აქო, ზურგის არეშიო, წელზე ჩაწითლებები აქო და გულკერდის არეში 8 სანტიმეტრიანი ისა აქო ჭრილობაო. და ესეთი სიტუაციაო, ესაო რა შევიყვანეო, იძულებული გავხდი, ისე სულად გავხდი, ისე სულად ვიყავი იზოლატორში, რომ ანუ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და ანუ ავდექი და საკუთარ ხელს იმენა კვენდისავით რა. კვენდი, იმიტომ რომ ნერვიული შეტევა მქონდა რა, ნერვიული სტრესი მქონდა, მთელი ღამე ვტიროდი, ნერვიულობდი რაც ეგეთი სიტუაციები და შემოვარდნენ ბადრაგები და დამიწყეს რომ მეორედ არ დაგინახო შე რომ ესეთი რაცა გააკეთო ისე ასეო თუ არა გადაგიყვანე ავტომატურ ოთახშიო რაღაცა ავტომატიკური ოთახია რა და იქნებიო გულაღმა დაწოლილიო რა ანუ მუქარი ის იყო რა ლაპარაკი რა ნორმალურად დაილაპარაკებდა კიდე ხო ბაგარი არა გავითვალისწინებდი მაგრამ არ იყო ნორმალური საუბარი ნაღდათ არ იყო არც ერთგან ბადრაგებისგან არც ერთგან არ იყო საერთოდ ნორმალური საუბარი და რა ვიცი რა იმედია ყველაფერი კარგად იქნება და 29-ში ველოდები სასამართლო პროცესს და ველოდები იქ რაც გადაწყვეტენ და რაც განაჩერს გამომიწვანენ მე